მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკარაზმაძე და ჩვენ 1 საათის მანძილზე ვიქნებით ერთად. თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105-დან 0, გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში, საიტზე obiektivi.net და ასევე 25 არხის და სხვადასხვა არხების საშუალებითაც შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობით. ასევე ჩვენ ვართ რეგისტრირებული Facebook-ში, სოციალურ ქსელში, რა ვიცი, თითქმის მთელი მოსახლეობა და შეგიძლიათ აი ხა მე ამ წუთას მაქვს ჩემს საკუთარ კედელზე პირდაპირ ეთერის ფანჯარა გახსნილი და შეგიძლიათ აქაც გვადევნოთ თვალი და Facebook მომხმარებლებმა შეგიძლიათ კომენტარიც კი მიაწეროთ ამ პირდაპირ ეთერის ფანჯარას, რასაც მე აუცილებლად წავიკითხავ პირდაპირ ეთერში. და ჩემი დღევანდელი სტუმარია ასე ძალიან მონატრებული ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ბეჟან ნათელაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ბეჟან. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო, უკაცრავად ძალიან სასიამოვნო რომ ბრძანდებით ჩვენი სტუმარი კიდევ. ჩვენ ცოტა ესეთი უცნაური ტანდემი გვაქვს. იმედი ამჯერად მაინც არაფერი მოხდება საოცრება პირდაპირ ეთერში, რადგან ისევ ჩვენს ხედავთ სტუდიაში. და იმედია არასტუდიური პასუხები აღარ გახდება საჭირო და არც სტუდიური. ბატონო ბეჟან, ჩვენ კი ეხლა ვხუმრობთ, მაგრამ რეალურად თქვენ საკმაოდ სერიოზულ თემასთან დაკავშირებით ბრძანდებით დღევანდელი ჩვენი სტუმარი. ბატონ ბეჟან ნათელაშვილს აქვს პრობლემები, სერიოზული პრობლემები შეექმნა მას. მოდით მე ვიტყვი ბატონო ბეჟან, მოკლედ იმის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც თქვენ მოხვედით დღეს ჩვენთან სტუდიაში და შემდეგ უკვე განვავრცოთ თემა და კონკრეტულ შეკითხვებსაც დაგისვამთ. რადგან ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც, მეც არ ვიცი, აი რაღაც გარკვეული დეტალები და მინდა ამაში გავერკვე მეც და საზოგადოებაც. ბატონ ბეჟან ნათელაშვილს აღმასრულებლისგან მოუვიდა შეტყობინება, რომ მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს თავის ოჯახთან ერთად, თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ის ბინა, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს. ეს ბინა არ არის ბატონი ბეჟანის საკუთრება, თუმცა მოკლე ფაბულას ვიტყვი იმისას, რომ ბატონ ბეჟან ნათელაშვილს ბაგებში ჰქონდა სახლი, ტერიტორია, საკმაოდ დიდი, ფართობი და ინვესტორი მივიდა მასთან. ხელშეკრულება დააგიდეს თუ არ ვცდები და ამ ინვესტორმა გადაიყვანა ბატონი ბეჟანის ოჯახი იმ ბინაში, საიდანაც დღეს ასახლებენ. და ბატონ ბეჟან ნათელაშვილი ამას უკავშირებს ლეიბორისტული პარტიის და კონკრეტულად თავის პოლიტიკურ აქტივობას. ბატონო ბეჟან, რა ხდება და რატომ გონიათ, რომ ეს არის პოლიტიკასთან კავშირში, რადგან მოდით პირდაპირ ვიტყვი, თქვენ იცით, რომ ჩვენ არ გჩვევია რაღაცა ესე ტყუილა ფაფხური და ასე ვთქვათ კოჭის გორება ვინმესთვის, მაგრამ იცით რა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის იგივე პრობლემის ქვეშ. სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ადამიანმა აი კონკრეტული თაღლითების და თაღლითური გარიგებების გამო, რაშიც ბანკებიც იყვნენ არაერთგზის ჩარეული, დააკარგეს საცხოვრებელი ფართი. თქვენ რატომ უკავშირებთ ამას კონკრეტულად პოლიტიკურ მოგახსენებთ? მე უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ გუშინდელი ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული, ფარავდეთ მისი მადლი თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს და ასევე მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი ვისარგებლო აი ამ შემთხვევით რომ აქ ვარ და უსურო რომ მომავალი 2013 წელი იყოს განწმენდის, თაღლითებისგან, ბოროტებისგან, ტერიტორიების დამკარგულებისგან, მატყუარა პოლიტიკოსებისგან, ცრუ დაპირებების მიმცემებისგან და ასე შემდეგ. მე ახლა არ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ მზამეთ ძალიან ბევრი შემთხვევა ასეთი, ეს ვინ იცის თუ არა მე და ჩემმა მეგობრებმა ასეთი შემთხვევებისგან ჩვენ 10-15 დაახლოებით 16 წელია ვიცავთ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ხშირად გადავაფიქრებინებდით ხოლმე გამოსახლებას ადამიანებისას ქუჩაში უარეს შემთხვევაში ჩვენ ვახცევდით რომ გადაგვევადებინა ეს, მაგრამ გამოგიტყდებით გულწრფელად გეტყვით რომ ამ უამრავი შემთხვევიდან რომელსაც ჩვენ დავდევდით
და ვცდილობდი დაგვეცვა და ხშირად ამას ვახწევდით. ხშირად კი არა, უმეტეს შემთხვევაში. მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ახალ წლის წინა ყინვიან დღეებში ვინმე გაესახლებიოს ვინმეს გარეთ. მე ესეთი შემთხვევა არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა ჩვენ მუშაობის პრაქტიკაში, ანუ ვინც დავიცავით, ვიზეც გადავადებიეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ახლა რა ხდება? მე მოგახსენებთ, მოკლედ იყო ბინა, რომელიც იურიდიულ მისამართზეც მიცნობს მე სახელმწიფო როგორც მაცხოვრებელს 35 წელია უკვე. ანუ იმდენი ეს თქვენ საკუთრებაზე არის ლაპარაკი, რომელიც ბაგებში მდებარეობდა. კი, მფლობელი მდებარეობს ეხლაც რამდენადაც ჩემთვის. ანუ უკვე სახლი აღარ არსებობს, მაგრამ არის მიწა და იმ მიწაზეც რაღაც პრობლემებია იგივე თაღლითური მაქინაციების შედეგად. აქ იყო ბრმანდობაც გამოყენებული, იყო გარკვეული იურიდიული ლაფსუსებიც, თუმცა თლადასეც არაა საქმე, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, ზუსტად ვიცით რა როგორ ხდებოდა, რა ხდებოდა და მე ვფიქრობ, რომ ჩემი გაჩერება ამ ეტაპზე უკვე აღარ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს საქმე მე თქვენ უკვე ახსენეთ, არის პირდაპირ მიბმული პოლიტიკაზე. იცით, ვისი განცხადების საფუძველზე მიშვებენ მე ბინიდან ქუჩაში ბავშვებთან ერთად, აი ამ ყინვაში და უბედურებაში, თან წინა საახალწლოდ. ეს არის ბატონი როლანდ გაბრიჩიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ნათლია, რომელმაც ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის. მან ეს ბინა, რომელშიც მე დროებით შემასახლა და მე ფაქტიურად ისე მოხდა, რომ აი ესე იგი სხვების პრობლემების გამო დავბოდეთ იქ და თქვენ ჩვენი არც ერთი აქცია არ გამოგიტოვებიათ და არ დაგიტოვებიათ ყურადღების მიღება და იცით რა დღეშიც ვიყავით. ეს საქმე ფაქტიურად მინდობილი მქონდა იმ ხალხზე, ჩემებზე, ახლობლებზე და სახლის დანგრევა მოხდა ისე, რომ იქ არ იყო ჩემი ნებართვა და მოატყუეს, გამოიყენეს მათი გულუბრყვილობა, უთხრეს რომ ფორს-მაჟორი გვაქვს, გვენგრევა, გეგმაში ვერ ვეტევით და 2 დღეში იმ ბინაში, სადაც ეხლა თქვენ გასახლებთ, შეგასახლებთ, აუცილებლად თქვენ სახელზე გადმოვამტკიცებ და დავამტკიცებ და გახდება თქვენ. ბატონ ბეჟან, ბუნდოვანი რომ არ დარჩეს ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, დავაზუსტოთ რომ აქ არის ასაკოვან ადამიანებზე ლაპარაკი, თქვენს მშობლებზე, რომელთანაც თქვენს გარეშე დადეს ხელშეკრულება და შემდეგ არა მარტო იქ ფიგურირებს მეორე ოჯახიც და მთლიანად ამხოლნაგობის წევრია რამდენიმე ადამიანი დაახლოებით 7-8, ეხლა არ მინდა ეს დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ერთ-ერთი ცნობადი და აქტივისტისთვის უხერხულია ძალიან ამეტანი ვისაუბრო საკუთარ თავზე, დღეს მაინც ყოველ შემთხვევაში და ამდენად არ მინდა ესეთი დეტალებში შესვლა, მაგრამ მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პიარი. არჩევნების შემდეგ მოხდა სწორედ იმ ბინის გადაფორმება ირაკლი ღარიბაშვილის ნათლიაზე, რომელი ბინაც ფაქტიურად გადასვლისთანავე უნდა გაეფორმებია აღნიშნულ ინვესტორს ჩემთვის ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრისთვის. და თქვენი ოჯახი გადაიყვანეს სხვა ბინაში. აი იმ ბინაზე, კი. რომელშიც ჯერ კიდევ ვართ ახლა და რომელზეც უკვე წავიდა შანტაჟი, რომ ახლა გაგიშვებთ აქედან, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ. ანუ ეს ბინა ნაქირავებია, სადაც ეხლა ბრძანდებით? არა, პირობით არა, მაგას ვამბობ. დიახ, აი ეს საინტერესო. როგორც კი დაინგრა ის კერძო ბინა, რომელშიც ცხოვრობდა 2 ოჯახი, დაინგრა ასევე სხვა ბინა, რომლის საფუძველზე შედგა ეს სამხანაგობა. დიახ. ჩვენ ფაქტიურად ჩემები და მეც სხვათა შორის ახლა მე კი არ ვიყავი ამ პერიოდში აქ და გამოვდიოდი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? შეასახლეს იმ პირობით, რომ 2 დღეში თქვენ სახელზე დავამტკიცებთ. მე გავგიჟდი საერთოდ როგორ შეიძლება და ბინის დანგრევა მანამდე სანამ ორდერს არ დაიჭერდი იმ ბინის, რომელსაც გეუბნებოდა, რომ შენ სახელზე გააფორმე, მაგრამ აი ეს უხერხული მომენტი მოხდა. თუმცა არის იქ კიდევ ისეთი დეტალები.
ბატონო ბეჟან, სწორედ აი ეს დეტალები არის ძალიან საინტერესო და მე რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა, რასაც აუცილებლად კითხავთ. უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ თქვენს და ჩვენ მსმენელს და მაყურებელსაც დიდ ბოდიშს ვხდი, რომელსაც დიდი ხანია ვალოდინებთ. უბრალოდ ბატონ ბეჟანს უნდა ეთქვა თავის სათქმელი. ჩვენ ახლა ხანს დავიწყეთ გადაცემა და ამიტომ მე ბოდიშს გიხდით და გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. გისმენთ? დიახ, გამარჯობა. მოგესალმებით. ხალბადანო სალომე. ენდა რომ ჩემისები არის ციხის. მე მაკა გახლავართ, მაკა რაზმაძე. დიახ, ხალბადანო მაკა. დიახ, კარგი. ორა შესაძლებელი მესამე ნაწილი. ბოდი შეხედათ რა რაიმე ეს რაღაცა ბოდიშს გიხდით, აბსოლუტურად არის მის თქვენი, აბსოლუტურად და იქნებ ცადოთ და ხელმეორედ დარეკოთ, მე ბოდიშს გიხდით. ბატონო ბეჟან, მსმენელს და მაყურებელს მე რაღაცა ვერ გავიგე რა უნდოდა, მაგრამ მე მგონი სხვა თემაზე რეკავდა ბატონი და მე ბოდიშს ვხდი, რომ შევწყვეტეთ ეს ზარი, თუმცა არაფერი ისმოდა. მე დავამატებ ერთს, რომ როდესაც აი ეს მოხდა, როდესაც ფაქტის წინაშე დამაყენე, სულ რაღაც 4 დღეა გავიგე, რომ აპირებენ ჩემს გასახლებას აქედან. სულ რაღაც 4 დღეა გავიგე იმის თაობაზე, რომ ეს ბინა, რომელზეც იყოთ საუბარი, რომ ძველი ბინის დანგრევიდან და ამ ბინაში შესახლების მეორე დღესვე იქნებოდა ჩემს ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრზე გაფორმებული, თურმე გადაუცია აი ამ ღარიბაშვილის ნათლის საკუთრებაში ეს ბინა მისთვის და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მე ძალიან სერიოზული ეჭვი შემეპარა, რომ საქმე არის პოლიტიზირებული. მაგრამ გადავხედოთ თუნდაც ჩვენს რამდენიმე ეთერს წინას არჩევნოთ, არჩევნებამდე. მოგეხსენებათ იქ ასე ვთქვათ, ხუმრობაც თუ პრიკოლიც თუ რას ეძახიან ის არ აქვს და როდესაც ვიღაცამ დარეკა და რაღაც უცენზუროდ იკითხა მოდებულია YouTube-ი, მაი ვიდეო ყველა, მე მგონი საიტი არ დარჩა, ეს რო არენახებიათ. ჩვენი გადაცემები, იგივე სხვა გადაცემები და ჩემი აქტივობები თუნდაც პირდაპირ ეთერში როგორც, ასევე აქციებზე. მე მივაბი პირდაპირ, სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ეს იყო პირდაპირ პოლიტიკაზე მიბმული. ბატონო ბეჟან, მე მესმის. და არის კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამას მაფიქრებინებს. რომ შემთხვევითი არ არის შინაგან საქმეთა მინისტრის ნათლიობა, შემთხვევით არ მოხდა ეგ იქ. ნუ ეხლა ერთმანეთში ვითომ რაღაც დავააგათ ამ ინვესტორს და იმ ბატონო ბეჟან, რაღაც ეს დეტალებია. ამ დღემდე მე რამდენადაც ვიცი, დღეს უნდა მოსულიყვნენ თქვენთან აღმასრულებლები, გუშინ უნდა მოსულიყვნენ. ამ დღემდე იყო რაიმე დაუშვათ შემზადება და სახლის პატრონმა გითხრათ, რომ ის აპირებს ამ ბინის გასხვისებას, რომ თქვენ მოგიწევთ დატოვება თუ აი სახლის პატრონს ჩემთვის პირადად არაფერი არ უთქვამს, არ შემხვედრია. შემხვდა ის რამდენიმე დღის წინ, მხოლოდ და მითხრა ოღონდ მას შემდეგ, რაც მე უკვე მივიღე ინფორმაცია, რომ საქმე გასახლებაზეა. გასახლებაზეა იმ ბინაზე. და მოგთხოვეს სასწრაფოდ დატოვოთ ბინა. ხო. აი ესე მოულოდნელად. თან თითქოს მოიბოდი. და თქვენ ამიტომ აკავშირებთ ამას პოლიტიკას. აბა რა არის? აბა რა არის? რო გადაიფორმე დალოცული, არ უნდა მოხვიდე ოჯახში, იკითხო ვინ ვარ, რა ვარ, ვინ ცხოვრობს შენ ბინაში, არ უნდა მოხვიდე და ნახო. რას ქვია? თუ ეს არ არის პოლიტიკური საქმე, რატო პირადად მე არ ჩამაყენე საქმის კურსში დღემდე? და მთელი ეს ხელშეკრულება აგებული იყო ერთადერთ რამეზე, რომ მე არ გავეკარებია ახლოს სიახლოვეს. ნუ იქ ყავდათ ვიღაცა იურისტი ქალი, რომელიც არწმუნებდა ჩემს ნათესავებს და ჩემს იმას, რომ ჩემი ჯარევა საქმეს გააჯანჯილებდა, რომ მე დეტალებს შევყვებოდი და მხოლოდ დროში გაიწელებოდა ის სიკეთე, რასაც კომფორტული ბინის მიღება ქვია. აი ამ ლოგიკით ფაქტიურად მომტეხეს ამ საქმიდან. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონო მაკა, რომ ეს ყველაფერი საქმე მართალია დაიწყო 2008 წელს, მაგრამ შემთხვევითად არ მიმაჩნია, რომ ბინა მაინც და მაინც არჩევნების შემდეგ მოხდა სწორედ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავრობის წევრის ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის ნათლის საკუთრებაში.
ეს არ მიმაჩნია შემთხვევით. ეს ძალიან უცნაური მეცნიერება მეც გეტყვი. არ არის, ეს არის ფაქტი, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალი მეთოდი და ნოვაცია ფაქტიურად. მე გამიგია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად იარაღის ჩადება, ნარკოტიკის ჩადება, თუნდაც დაპატიმრება, თუნდაც ლიკვიდაცია პოლიტიკური ოპონენტის, მაგრამ არ გამიგია, რომ პოლიტიკურ ოპონენტს მცირეწლოვანი ბავშვები გაუყარო ახალწლის წინა დღეებში, ყინვაში და უბედურებაში გარეთ. მე ეს არ გამიგია არც საქართველოში, არც დიქტატორულ სხვა რეჟიმებში და ეს არის კლასიკური ტიპის დიქტატურა გრძელდება. მე ვამბობდი, მე ვაფრთხილებდი საზოგადოებას ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე აქტიურად მოუწოდებდნენ. თუმცა წინა ხელისუფლებიდან ჩვენ არ გვიკვირს მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ეს აი რაღაცა ესე მოსული ახალი ხელისუფლებისგან ნამდვილად გულდასაწყობია ისინი აგრძელებენ ხელისუფლება რომელმაც თავშივე მოგვატყუა და ტყუილებისთვის იხდის ბოდიშს ახლა სადაა განახევრებული დენი რომელ დენსაც გამოიმუშავებს წყალი ახლა წყალზე მეტი საქართველოში არის რამე ვისატყუებენ ესენი რომ 6 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს დენი ვინაიდან ზაფხულში თეთრნახევარი ჯდება ხოლო ზამთარში ეს თბორო ელემგო ეს შესწავლილი გვაქვს. 3 თეთრზე მეტი არც ერთ სეზონზე დენის გამომწვევა. მე მახსოვს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ლეიბორისტული პარტიის სწორედ საქართველოში წყალი და მდინარეები იყო. პროცესი მოვიგეთ საქმის გაიარებაზე, გახსოვთ 2002 წლის 30 დეკემბერს ვიჯექით ჩაფუთულები პალტოებით, იმიტომ რომ შევარდნაძის ხელისუფლება იყო მაშინ ჯერ კიდევ და შეგნებულად არ ჩართა იმელის შენობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლო. გათბობა არ ჩართა შეგნებულად რომ ხალხი არ ყოფილიყო იქ ბევრი, მაგრამ იქ 500 კაციან დარბაზში მოგროვდა დაახლოებით 1300-მდე ადამიანი. ბატონებეჟან, მოდით კიდევ ერთი ზარი მივიღოთ, მე ძალიან მეუხერხულება, რადგან დიდი ხანია გველოდება ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ბოდიშს გიხდით და გისმენთ. მსმენელი ყოველთვის პრიორიტეტული. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. ლიპეცკიდან დირექტორი, ლიპეცკიდან. საიდან? ალო. საიდან? დირექტორი. რუსეთიდან? ხო. რუსეთიდან, ცუდად ისმის, მოკაცრავად. რუსეთიდან. კარგით, გამარჯობათ. ალო. გამარჯობათ. დიახ, ისაუბრეთ. როცა იყო, ნაკელაშვილმა თქვა. ივანიშვილი თმოვიდაო საკაშვილი სანატრელი გექნებათო ალო დიახ გისმენთ საკაშვილი სანატრელი გექნებათო კი ბატონო ოდა მე აქანე რუსეთში ბევრი ხანია ვცხოვრობ 40 წელია მე ვიცი აქაურობა ყველაფერი აქანი ჩვენ ერთი 500 კაცი ქევარ ოდა რევოლუციის მოსული საკაშვილი რევოლუციის მოსული საკაშვილი ყვავილები რომელიც შეარ დამსახურდია კიდევ ყვავილები მესროლოთო ისე ყვავილით მივიდა და რევოლუციის მოსული საკაშვილმა აყვავა საქართველო აქედან შეყურეთ თქვენ შორიდან შეყურეთ რა ხდება საქართველოში საქართველო არის აყვავებული დღეს რა ხდება საქართველოში ხალხს რომ ივანიშვილი მომხრები და იგი ყველა თავს ატყუებენ ყველაფერში გაყიდული აქვს მაგას სალამ საკაშვილი რომ ოსიდან გავა მაშინ მაგი რუსეთს ჩააბარებს საქართველოს იგი იცოდეს საქართველო ყველამ კარგი ბატონო დიდი მადლობა იმედია ეს არის დიდი მადლობა თქვენგან მithumetes უცნაურია ამის გაგონება რადგან 40 წელია რუსეთში ცხოვრობ რაც შეეხება იმას რომ ნათელაშვილმა თქვა რომ სააკაშვილი მოგენატრებათ ზუსტად ამ სიტყვებს ნათელაშვილი არ იტყოდა, იმიტომ რომ თუ ვინმეს არასდროს არ მოენატრება სააკაშვილი, ეს არის შალვა ნათელაშვილი. ხოლო რაც შეეხება ივანიშვილს, ჩვენ ჯვარზე გაგვაკრეს ისევე როგორც სააკაშვილის დროს. ვაფრთხილებდით ხალხს სააკაშვილზეც, რომ ეს მოდის სატანა, ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული მოღალატე ქვეყნის თავის ამბიციების საქართველოს გადამყოლებელი ამბიციებზე და ეს ასეც მოხდა. ეხლა ჩვენ უკვე ვიმკით ივანიშვილზე მიღებულ შედეგებს.
ბატონო ბეჟან, მოდით ესე ნოვიტყვით, რადგან ჯერ მხოლოდ 2 თვეა გასული. მე მესმის, მეც იმის მომხრე ვარ, რომ პირველივე დღიდან უნდა მოთხოვო ხელისუფლებას ყოველთვის ის რასაც ბატონო, მაგრამ დენის გაიაფებას. ნუ აღარაფერს ვუყობ წყალზე. წყალი ახლა შეიძლება რომ მოდით, რადგან პოლიტიკაზე გადავედით მაინც, ჩვენ რასაკვირველია დაუბრუნდებით იმ თემას, რის გამოც არა, იმ თემას მე არ გავაჩერებ მანამდე, სანამ ყველა საკადრის არ მიიღებს თუ ერთ კვირის მანძილზე არ მოვიდნენ გონს. მე ვაფრთხილებ ყველას ახლა და ვაკეთებ განცხადებას, კალბატონო მაგა. თქვენ გაძლევთ ერთი კვირის ვადას. რაც არ გეკუთვნით, ან დააბრუნებთ ამას ყველაფერს, ან ამას მოყვება მსოფლიო სკანდალი. იმიტომ რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული და თუ ეს ასე არ არის, კეთილინებოს ხელისუფლებამ, კეთილინებოს ივანიშვილმა მოთხოვოს პასუხი თავის იმ დამქაშებს, ვინც გარეულია ამ საქმეში და ვისი ამ საქმეში ფიგურირებაც მოხდა სწორედ აი მის შემდეგ, რომ როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება. აი ეს არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, გნებავთ პოლიტიკურად ჩათვალეთ, გნებავთ ადამიანური, გნებავთ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის. მეც შევერთდებოდი ბატონ ბეჟანს და ვინაიდან ძალიან კეთილი სურვილებით მინდა ვთქვა ბატონი ბეჟანისგან განსხვავებით მე უფრო კეთილგანწყობილი ვარ დაუშვათ რაღაცა პროცესების მიმართ და მინდა ძალიან კეთილი სურვილებით ვთქვა ურჩიო ხმამი ვაწოდინო ახალ ხელისუფლებას და კონკრეტულად ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს რომელიც ბატონო ბეჟან მოდით დამეთანხმეთ რომ საკმაოდ სიმპათიებს იწვევს ეს ადამიანი და არ არის აი დაუშვათ ისეთი ადამიანი რომელიც რასაკვირველია ვამბობ ზომერად ფაქტზე მე მინდა რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო მე როგორც ჟურნალისტმა რომელთანაც მოვიდა ადამიანი რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემა და ეს პრობლემა უკავშირდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს რატომღაც აი არ ვიცი რადგან უკავშირდება ამიტომ მე მინდა მას მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონო ირაკლი იქნებ დაინტერესდეთ იქნებ გამოიძიოთ და მიყვეთ ბოლომდე ამ საქმეს რატომ ფიგურირებს თქვენი ნათლია ბატონი როლანდ გაბრიჩიძე თუ არ ვცდები რატომ ფიგურირებს იმაში რომ აი ახალ წლის წინა დღეებში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი სახე ერთ-ერთი ლიდერი ბატონ ბეჟან ნათელაშვილი სწორედ თქვენ სახელთან არის დაკავშირებული რომ უნდა გამოასახლონ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ეს ძალიან ძიმე ფაქტია ჩვენ ამისთვის ვებრძოდით წინა ხელისუფლებას და ასეთ ფაქტებს ვებრძოდით უფრო სწორედ და ამისთვის შევცვალეთ ხელისუფლება დაუშვათ ვინც ვიყავით მომხრე ამ ხელისუფლების ან მოწინააღმდეგე წინა ხელისუფლების და ეხლაც თუ იგივე გაგრძელდა და თუ მცირეწლოვანი ბავშვები და პარტიული ადამიანები ვინც დაუშვათ არ ემხრობა ეხლამდე ხელისუფლებას ისევ იქნებიან ასე გამოძევებული სახლებიდან ისევ დევნილები იქნებიან მაშინ რაღა აზრი აქვს თქვენს მობრძანებას რა ვიცი ბატონო ირაკლი მე თქვენს ადგილას დავინტერესდებოდი ძალიან დავინტერესდებოდი თანაც ამ საქმით ბატონო ბეჟან მე შემოგიერთდით თქვენ და რა ვიცი აი სულით და გულით ნამდვილად ვარ მომხრე იმისი რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული და რა ვიცი სამართალმა იზეიმოს მე ვამბობ და მივეცი განცხადება გავაკეთე და ვაძლევ ერთი კვირის ვადას ან ყველამ თავი რაც იკუნდის დააბრუნოს და ეს მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ საქმე არ არის პოლიტიზირებული და თუ მე ვაჭარბებ მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ მე არ ვაჭარბებ და თუ საქმე ნამდვილად აღმოჩნდა პოლიტიზირებული და ერთ კვირაში ეს ვერ მოგვარდა მე პირდაპირ ვაცხადებ ყველა დემოკრატიული ქვეყნის საელჩოს საქართველოში მიმართავ თხოვნით მომცენ მე და ჩემს ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი ნუ ჩემს ოჯახს მაინც ვერ მივანიჭებ იმ სიამოვნებას რომ მე აქედან გავიქცე ჩემს ოჯახზე მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს ხოლო მე ამათ ბოლომდე მივიყვან იმ საქმეს რომ აღარასდროს აღარ იყვნენ თაღლითები ამ ქვეყანაში და მათი მწვანე შუქი არ იყოს ანთებული არასდროს აღარასდროს აღარ მოვიდეს წელანას თქვი და ეხლა გავიმეორებ მატყუ არა ბლოკები თუ პარტიები ხელისუფლებაში რომელიც აი ესე ატყუებენ ადამიანებს თქვენ ბრძანეთ 2 თვეაო და 2 თვე ჭირდება კალბატონო მაკა იმას რომ სამართალმა იზეიმოს და დენი გაიაფთეს 2 თვე ჭირდება რომ წყალი გააიაფო ეხლა სულადობაზეა ხო წყლის გადასახადი და კატასტროფულად დიდია ეს იმ დროს როდესაც წყალი ჩვენ ყველაზე მეტი გვაქვს ვიმეორებ წყალს მიაქვს საქართველოს ღმერთმა დაიფაროს რომ წყალმა წაიღოს საქართველოს ბატონო ბეჟან მე გითხარით აი
მე ცოტა ხნის წინ გითხარით და ეხა ისევ უნდა გავიმეორო. ჩვენ მაინც რა თქმა უნდა, სადაც არის ლეიბორისტული პარტიის თუნდაც ერთი წევრი, იქ პოლიტიკას ვერ ავწდებით, რაც არის და დაუშვათ რაღაც კერძო დავაზე ვსაუბრობდეთ. მე მინდა შეგეკითხოთ, თქვენ ხართ პირველი ლეიბორისტი, სხვათა შორის, რომელიც გამოჩნდა ტელეეკრანზე, გამოჩნდა საეთერო სივრცეში, მას შემდეგ რაც გავრცელდა ხმები პარტიის დაშლის შესახებ. ძალიან სერიოზულად არის ეს ხმები. არა, ყველა იცინით, იმიტომ რომ ხალხმა ასე გაიგო, ყველა კითხულობს ამის შესახებ. ბატონი შალვა ნათელაშვილი, თქვენი თავმჯდომარე ლიდერი, არსად არ ჩანს. ბატონი სოსო შატბერაშვილი, ჩემი მეგობარი ბატონი კახაძაგანია და რა ვიცი, თქვენი ლიდერები არც ერთი არსად არ ჩანან. არც ერთი სიტყვა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ტელეეთერითაც ბევრმა იკითხა. საზოგადოებაშიც კითხულობენ, აი Facebook-ი ვახსენეთ ცოტა ხნის წინ, Facebook-ზე ძალიან ბევრი შეკითხვებია, სად არის ლეიბორისტული პარტია. ნამდვილად აპირებს თუ არა დაშლას და დიდი ხანია ეს შეკითხვები გრძელდება და პასუხი არ არის. თქვენ ხართ პირველი ადამიანი, პირველი წევრი პარტიის, რომელიც მოხვდით საეთერო სივრცეში. მე არ შემიძლია თქვენ ეს შეკითხვა არ დაგისვათ. ბატონო ბეჟან, იშლება ნამდვილად ლეიბორისტული პარტია. ოღონდ მომისმინეთ ერთი წუთი სანამ თქვენ მე პასუხს გამცემთ, Skype-ით უნდა შემოვიყვანო აუცილებლად ჩვენი მსმენელი და მაყურებელი და შემდეგ კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. კარგი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო მაგა. გამარჯობა. ბეჟანს მოგესალმებით. გამარჯობათ. ლეიბორისტული პარტიის დაშლას ვერ მოესწრებიან, ვერ შინაურს, უნიტრები. რაც შეეხება ბეჟანის საქმეს, ეს არის შევაფასებდი ამას, პოლიტიკური ზეწოლებია რა. ხელისუფლების მხრიდან, ახალი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აიჭდა ხალხის უმრავლესობას. აი, ოთხი გავუდა რა გაკეთეს. წაღანი ხალხი აპარატი. საქართველოში იცით რამდენი მდინარე გვაქვს? ბრძანეთ 26060 მდინარე გვაქვს საქართველოში. მაგდენი როგორ შეიძლება წყალი არ იყოს უფასო და დენი არ იყოს 5 თეთრი? მე როგორც ხვდები თქვენც ამ პარტიის წევრი ბრძანდებით, ან მომხრე. ნაცნობი რაღაც ხმა. ან მომხრე მაინც მინიმუმ, არა? სოსო არ ირემაშვილი გითხარით. სოსო, გაიხარე. ბატონო? სოსო ვარ, ირემაშვილი. ძალიან სასიამოვნო ბატონო სოსო. სოსო ჩვენი ძმა. ძალიან მიხარია რომ გვიყვართ და მონაწილეობასაც იღებთ ჩვენს გადაცემაში. და აი ბატონმა სოსომ თითქმის გასცა ნაწილობრივ პასუხი, მაგრამ მე თქვენგან ველოდები პასუხს. იშლება თუ არა ლეიბორისტული პარტია და მთავარი რაც არის, მთავარი შეკითხვა უფრო ეს არის. დაახლოებით ხვდებით რა პასუხს გაგცემ და ამიტომ მთავარი კითხვა არის რა. რატომ გავრცელდა ეს ხმები? მე უპირველეს ყოვლისა თქვენ ბრძანეთ რომ ერთ-ერთი პირველი ხართ ვინც გამოჩნდით ეთერში. ერთ-ერთი არა, ნამდვილად პირველი ხართ. თქვენამდე ჯერ არავინ გამოჩენილა ამ ხმების გავრცელების შემდეგ. მე მოგახსენოთ რომ დღესაც კი მე არ ვარ პარტიის სახელით აქ წარმოდგენილი, ვინაიდან პარტია ინარჩუნებს მსოფლიოში აღიარებულ 100 დღის პრინციპს, რომ ახალ ხელისუფლებას 100 დღის განმავლობაში არ აკრიტიკებენ. ეს ფაქტია. რაც შეეხება დაშლას, ჩვენი დაშლის თაობაზე, ლეიბორისტების დაშლის თაობაზე საუბარი პირველად დაიწყო ჯერ კიდევ 1999 წელს, როდესაც პირველად დატოვეს პარლამენტის მიღმა პარტია გამარჯვების მიუხედავად და ეს ხმები, ჭორები დღემდე გრძელდება ზუსტად იმ ხალხის მიერ და იმ ორგანიზაციების, იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომელი პოლიტიკური ჯგუფებიც კარგა ხანია ისტორიის მარწუხებმა წაიღო სადღაც და მათი სახელი და გვარები შემორჩა მხოლოდ ბატონო ბეჟან, ჭორებსაც არ დავარქმევდი, რადგან ეს სააგენტოებმა გაავრცელეს. და ბატონ შალვა ნათელაშვილი, რაც მთავარია, რატომ დაიჯერა ხალხმა? მოდით ყველაფერს საზოგადოებას ნუ დავაბრალებთ. სააგენტოებმა გაავრცელეს, მე თვითონ წავიკითხე, მე ნახე სააგენტოებზე, იყო გავრცელებული ეს ინფორმაცია და არც ბატონ შალვა ნათელაშვილს და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრს ამის უარყოფა არ გაუკეთებია.
ამიტომ დაიჯერა საზოგადოება. როდესაც დუმილის რეჟიმშია პარტია და არც ამის შესახებ გამოგიცხადა, აი მე ხო მაგალითად პირველად გავიგე ჩვენს ეთერში, რომ პარტია ინარჩუნებს 100 დღის პრინციპს. ამბობ მე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ 100 დღის პრინციპი არის, როდესაც ახალ ხელისუფლებას ირჩევენ, მას აძლევენ 100 დღეს, აი ესე სავარაუდოდ ვადას და 100 დღის შემდეგ უკვე შეიძლება მას მოსთხოვო პირველი პასუხები თავის დანაპირებზე. და როგორც ჩანს, აი ლეიბორისტულმა პარტია, ეს პარტიის პოზიცია არის 100 დღის ვადის შენარჩუნება. არის? კი. დაშლის შესახებ ჭორება ეს არის მართლა ჭორი, იმიტომ რომ პარტია მუშაობს სრული დატვირთვით, ხდება შეკრებები, იკრიბება აქტივი, იკრიბებიან ლიდერები, მიდის თათბირები, უბრალოდ არ არის პრესკონფერენცია და არ არის მედიასთან ურთიერთობა, სწორედ იმ პრინციპიდან გამომდინარე, რასაც მე მოგახსენეთ უკვე. აი ეს ინტერესი საკმაოდ დიდია. ინტერესი ლეიბორისტული პარტიის მიმართ ყოველთვის იყო და ამ ხრივ განებივრებულები ვართ ჩვენ. ამიტომაც არის გასაკვირი, რომ ლეიბორისტული პარტია არის სახალხო პარტია, ყოველთვის იყო ხალხისკენ ორიენტირებული პარტია, ყოველთვის თქვენმა პარტიამ ამით გაითქვა სწორედ სახელი და იმიტომ ჰქონდა რაღაც უსაზღრო რეიტინგი, რომ ხალხზე იყო ორიენტირებული და ხალხს რეალურად მართლა უყვარდა. იყო მომენტი, როდესაც ჩალვა ნათელაშვილი სერიოზულად შეიძლება პრეზიდენტი გამხდარიყო და მართველი ძალა ყოფილიყო ლეიბორისტული პარტია. და აი ამის შემდეგ უბრალოდ აი ესე დიდმა ფულმა გარედან შემოდინებულმა ფულმა სატელევიზიო პიარებმა რომელიც მიზანმიმართულად და მაღალ კვალიფიციურად აგორდა ჩვენს წინააღმდეგ მოიხსენებათ ყველაფერი სალაპარაკო გახდა ესე იგი ნიკო მუსხელიშვილის საფლავში გადაბრუნდებოდა ბატონი ნიკო მუსხელიშვილი ცხონებული რომ გაეგორო მისი მომავალი თაობა მათემატიკურად ასე აზროვნებს რომ ისა ხო 15-59-ში უმრავლესობად მიაჩნია რაც იყო საკრებულოს მთელი პიარი რომ არის საკრებულო დათმო ხელფასებს რატო გავრცელდა მაშინ ეს ხმები ეს პიარი თვითონ მიშან გავრცელა მოდით მე ვაღიარებ რომ ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ გასცა ბატონმა შალვამ და თითოეულმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ამ თემაზე და სააკაშვილის მიერვე გავრცელა ბევრჯერ ისაუბრა მე არაერთხელ მეც არაერთხელ მაქვს თუმცა დღესაც მაინც ეს კითხვა ისმევა და თუ კი რაღაცა უნდათ ხოლმე რომ ლეიბორისტებს წამოაძახონ ყოველთვის არის ეს რომ თქვენის ხალხი არა ხართ ვინც სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა დაუთმო და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე გაუხსნა გზა უფრო მაღლა და მაღლა. რატომ არის სულ ამაზე ლაპარაკი? რა ვიცი, პიარმა იმუშავა, მოგეხსენებათ ეხლა სააკაშვილს რომ საუკეთესო პიარი. მაგრამ სააკაშვილს რა შეაწყობდა ეს პიარი? რომ მას მისცეს და გაიმარჯვა თვითონ, არამედ დაუთმეს. აქ სხვა მიზანი ჰქონდა სააკაშვილს. მიზანი ჰქონდა ის რომ ლეიბორისტები თითქოს დაერიდებიან პასუხისმგებლობის აღებას, ხელისუფლებაში მოსვლას და მათ ურჩევნიათ მუდმივად ოპოზიციური მდგომარეობა და ეს იყო მიზანი რომ სწორედ ხალხი ამ მიმართულებით დაეჩვენა. აი მე ხალხს ეთქვა და ესეც თქოს მე ხალხს. ბატონებიჟან ხომ არ არის გარკვეულწილად მართლაც ასე. რადგან ოპოზიცია ძალიან კომფორტული არა კომფორტული ოპოზიცია რომ კომფორტული არ არის აგერ ეთყობა იქ რომ ბავშვები ელოდებიან წამწამზე აღმასრულებლებს. არ არის ოპოზიცია კომფორტული იმიტომ რომ ჩვენი მარტო ლეიბორისტული პარტიის 30-მდე თუ 40-მდე წევრია სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით და მათ დევნიდნენ სწორედ მიტინგებზე, აქციებზე, საპროტესტო სხვა ღონისძიებებზე აქტივობების გამო. მე არ მინდა ეხლა გვარებით ჩამოვთვალო, ნამდვილად 40 საათ ჭარბებს ასეთი ადამიანების სია. არ არის ოპოზიციონერობა ადვილი, იმიტომ რომ შენ მუდმივად გაქვს იმის ფინანსური პრობლემა, რომ შენი აქტივი როდესაც პატარა ღონისძიება გინდა ჩაატარო, ვერ მიყავს იქამდე, რომელ აქტივსაც არ აქვს ავტობუსის 50 თეთრი, ან მარშრუტკის თავს მოხოვული 80 თეთრი, რატო არ არიაფტება? რატო არიაფტება მარშრუტკა? არ მითხრეს ეხლა მერია არ აიაფებს ამას. რატო მოხსნეს სოციალური შეღავათები, რაც იყო მაინც, რასაც წუწყი და სამშობლოს გამყიდველი სააკაშვილი უგდებდა სამოთხოვნო საზოგადოებას. ისიც კი გააუქმეს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ შეღავათს. მე ვხედავ ისევ რეგრესს. მე ვხედავ იმას, რომ არაფერი წინ არ მიდის. ესა ფაქტია. დამისახელეთ ერთი რა გაკეთდა. გარდა იმისა, რომ დაჭერები ხდება. არავინ არ დაობს, რომ ეს ახალია, ძველაია და ეს
გუნდი თუ ბანდა უნდა დაიჭირო, აბა რა უნდა ქნა. მაშინ მით უფრო ბატონო ბეჟან, თუ კი აი ესე ელვისის სწრაფი რეგრესია, რა დროს 100 დღის დაცვა? მაშინ პირიქით, რატომ მით უმეტეს რეალურად ოპოზიცია დღეს ქვეყანას არ ყავს? ოპოზიციაში არის გადასული პარტია, რომელიც ნაწილობრივ ხელისუფლებაშია ისევ. რომელ ოპოზიციაზეა ლაპარაკი პრეზიდენტი არის ადამიანი. მართალი ხართ, გეთანხმები და თქვენ გახსოვთ რომ ჩვენ ოპოზიციის ნიშა დღეს არის სრულიად თავისუფალი, რეალური ოპოზიციის. და ამ დროს ლეიბორისტულმა პარტიამ მოიწყო დასვენება. ძალიან მალე გააქტიურდება და დაიწყებს. ბატონო ბეჟან, მოდით კიდევ ერთი ზარი მივიღოთ. აბა ვნახოთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი რას ფიქრობს ამ თემაზე. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. სალამშვიდობი სალვატონო, მივესალმებ თქვენს სტუმარს. გამარჯობა. მოგესალმებით. ერთი კითხვა მაქვს ბატონო თქვენთან. კი ბატონო. თუ შეიძლება გითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ ახალი პარტიის შექმნა? აი ახლა ფუსელდება. ანუ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. როგორ წარმოგიდგენიათ? აბსოლუტურია თუ არა? ვინ არიან? მე არ ვარ ინფორმირებული უკაცრავად. მე გეტყვით ვინც არიან. ძალიან დიდი მადლობა თუ არ გაქვთ მეტი შეკითხვა დაგემშვიდობებით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი არის ობიექტივის თქვენი წინააღმდეგობის მოძრაობა, უბრალოდ ყოფილი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც იყო მოძრაობა და გადაწყვიტეს ბატონი დავით თარხანმოურავი, ბატონი სოსო მანჯავიძე არიან ლიდერები, ბატონი ადამ მარშანია და მივესალმებით, იმიტომ რომ ეს ის ხალხია და ეს ის ჯანსაღი და მათ გადაწყვიტეს დააფუძნონ პარტია, უკვე რომ სერიოზულად მიიღონ მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პროცესში, რადგან წინააღმდეგობა დაამთავრდა უკვე და ეხლა საჭირო არის რაღაცა გარკვეულწილად მართვაში. წინააღმდეგობა მე ვფიქრობ კი არ დამთავრდა, ეხლა დაიწყო და დაიწყება ძალიან მალე. მივესალმები ამ პარტიის შექმნას, საზოგადოების ძალიან საყვარელი და მებრძოლი სახეების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას და მე ვფიქრობ, რომ ლეიბორისტებსაც იგივე პოზიცია ექნებათ მთლიანობაში. ყოველ შემთხვევაში ასეთი ეჭვი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომ აქტიურობა ეხლა საჭირო, ისევ მეთანხმებით, ანუ წინააღმდეგობის დამთავრებაზე ჯერ აღარ არის საუბარი. თქვენ გახსოვთ ალბათ ჩვენი არაერთი განცხადება და ის პროგნოზები, რომ არჩევნებზე 1 ოქტომბერს ერთმანეთთან გარიგებული ნაციონალები და მეოცნებენი გადაინაწილებენ ახალ პარლამენტს. მაგრამ ჩვენი ვარაუდი ძალიან მცირედად შეცდა, რომ იქ შეუშვებდნენ ვინმე სადესერტო ოპოზიციას. ესეც არ მოხდა, გადაინაწილეს და ამით ყველაზე დიდი კომფორტი შეიქმნა ოცნებამ. თქვენ იცით, რომ წამდაუწუ მორალზე ედავებიან იმ პარლამენტში ნაციონალებს. რაოდენ მართალი სიტყვაც არ უნდა თქვან, უკვე კალახში და სიბინძურაში გასულმა ნაციონალებმა მათ სიტყვას დამაჯერებლობა არ აქვს. და ამ პარლამენტს უნდა უყუროს 4 წელი ქართველმა ხალხმა, როგორ დაიწყებენ კინკლაობას ერთი, როგორ თქვა თუნდაც მართალ სიტყვას იტყვის რომელიმე ნაციონალი და იმის სიტყვას ჩალის ფასიც არ ექნება, ჩალა საკმაოდ გაძვირდა, სოფლიდან დამირეკეს ამას წინათ. და ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, მე ვფიქრობ. და თუ ეს რამენერად არ განიმუხტა, ქვეყანა წავა ძალიან იმით. და ბატონო ბეჟან, აი სწორედ ამიტომ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ არის უცნაური სწორედ დღეს ლეიბორისტების ესეთი პოზიცია. არა მხოლოდ ლეიბორისტების. მოდით გავიხსენოთ, ეხლა ხანს, სულ ეხლა ხანს მოქმედი ქრისტიან დემოკრატები, ეროვნულ დემოკრატები და კიდევ რამდენიმე პარტია, რომელიც პარლამენტშიც კი იყვნენ და აქტიურობდნენ და უცებ ყველა გაქრა. იცით რა, ამათგან არ მიყვერს, მაგრამ აი ლეიბორისტებისგან ნამდვილად მიყვერს, იმიტომ რომ არ ყოფილა არც ერთი რაღაცა, ნუ საშინელება, რეჟიმი, უბედურება, რომ ლეიბორისტები ყოფილებენ ლეიბორისტული პარტია დაიშალოს. არა, დაშლაზე არ ვლაპარაკობ, რა მნიშვნელობა აქვს დაიშლები თუ უბრალოდ არის მოქმედები. არა, მოქმედების დიდხანს არსებობა პარტიის მთავარი არის, როდესაც ის მოქმედებს. რა თქმა უნდა, ლეიბორისტების დუმილი დიდხანს გაგრძელებული არ უნახავს 17 წელი. რას აპირებს პარტია? მე როდის აპირებთ დაუშვათ რაღაც აქტივი? ძალიან მალე რა. ამაზე კონკრეტულად დღეს ვერ გიპასუხებ, თუმცა ფაქტია, რომ ლეიბორისტების დიდხანს დუმილის გაგრძელება არც აქამდე უნახავს ვინმე და ვინმეს და არც ამის შემდეგ. ანუ 100 დღე მაინც დაელოდებით თუ დაირღვევა ეს 100 დღის პრინციპი? დაახლოებით, გააჩნია როგორ რა მოხდება ახლა. თუ თლად ბოლომდე არ დაგვიწყეს დამხობა თავზე ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. აგერ ახლა პრიმატულ საუბარში გითხარით კიდევაც, მაგრამ აქ რომ მოვდიოდი მარჯანიშვილის ქუჩაზე, ქალბატონი დაეცა ამ მოყინულ ტროტუარზე და კინოამ
სული განუტევა ცხონდის საწოდავს. მეთმა ჯვარი ეწეროს და კარგად იყოს. მარილი მაინც მოაყარებდა ლოცვილო. და ვიღაცა თუ მეტყვის რომ ეს ქალაქის მერია ეს ჩვენი საქმე არა, მერია ჩვენ არ ვაკონტროლებთ, რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ გამოდის რა? ეს ყველა საქმე არის მაინც. ორხელისუფლებიანობა? თუ ორხელისუფლებიანობა, მაშინ ეს არასდროს არ გაკეთდება. გარკვეულწილად არის, ასეც არის. მოდით ვაღიაროთ და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეს ნამდვილად ესეა სამწუხაროდ. არ ვიცი, ვინც აირჩია საზოგადოებამ 1 ოქტომბერს, კეთილინებოს და ყველა ფერზე და ყველა სფეროზე აიღოს პასუხისმგებლობა. როგორც უნდათ ისე. სადაა გაიაფებული? მარშრუტკები შეიძლება ასე ბზურებდეს. 80 თეთრი რა უბედურება. საწოლზე არ უნდა გაუკეთოს სადადასაღადო შეღავათები, რომ შემოიტანოს და ცოტა შეღავათიანად იყიდოს მოსახლეობამ, მძღოლებმა ბენზინი და საწოლის გაიაფება თავისთავად ნიშნავს ყველაფრის გაიაფებას ამ ქვეყანაში და მოსახლეობის ჯიბის დანახარჯების შემცირებას და განახევრებას. არ უნდა გააკეთო, არ უნდა დაიწყო. ზამთარს ესე მოუმზადებლად შეიძლება შევხვდე ვინმე. ოქტომბრიდან აქამდე დიდი დიდი დროა ქალბატონო. საკმაოდ დიდი დროა. თუ შენ მით უმეტეს ხარ მზად ხელისუფლებაში მოსასვლელად და ასაგებად პასუხი. 4 წლის ფონზე არც თუ ისე დიდი დროა და ზოგადად რასაკვირველია მშიერი ადამიანისთვის ნამდვილად დიდი დროა. კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, მოდით მოვუსმინოთ ჩვენს სმენელს და მაყურებელს. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. ალო. დიახ, ზანეთ პირდაპირ ეთერში. ერთი წუთი შვილო დამალაპარაკე ერთი მაკაცთან. პირდაპირ ეთერში ხარ და მე ვარ მაკა. გისმენთ, გისმენთ. ისაუბრეთ. ხო გენაცვალე. ბატონო ლეიბორისტო, იცით რა უნდა გითხრათ? ბატონი ბეჟან ნათელაშვილი. მიტინგებზე იყო თუ რა, აქციებზე იყო, 5-6 კაცის მეტი არავინ აღარ მოდიოდა. მე ისეთი დამაჯერებელი ტონით ლაპარაკობთ, რომ მე მწვენია თქვენ მაგივრად ახლა. იმიტომ რომ იმდენი არტისტიზმი, იმდენი ისა გაქვთ ახლა საუბარში, იქ მარილი მოითხოვეთ, ქალაქს ყავს მერი, მომქმედი მერი. ქალაქს რესპუბლიკას ყავს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაში გვიდგას. ხო. ამ ივანიშვილის როგორც კი ჯერ მოსული არ იყო. რომ უკვე იმისენა რია-რიაში იყო, იმისენა შეურაცხყოფები ისმოდა. რა შეურაცხყოფები? იმართ, რომელიც ამხელა ქულმოქმედება გააკეთა და მე იცით რა მეკვირს? ხო, ხელფასი ქონდა ბატონ შალვა ნათელაშვილს პარლამენტის წევრის ხელფასს ღებულობდა და იყო გარეთ. და ეხლა ყველა ვიცით ვინ არის და ვინ ახართ თქვენ. კარგი სირცხვილია. ეხლა თუ გინდათ რომ მას ამოეფარო და მაგ ტრიბუნაზე დაჯექით, სირცხვილია რა. შეიძლება როგორ ლაპარაკობთ კიდევ იმის შემდეგ. თქვენ არ გახვიდეთ ეთერიდან შეკითხვას დაგისვათ. ორი ადამიანი აღარ გენდობათ რესპუბლიკა კომიკური პარტია. ალბათ ბატონ ბეჟანს უნდა მე მინდა შეგეკითხოთ შეიძლება? 100% გქონდათ ხმა, მეტი არა. შეკითხვა რაღაც მინდა. ეხლა 100 დღე მიგვიცია ივანიშვილისთვის. 9 წელიწადი მიეცი მიშა სააკაშვილს, მე თქვენ ჯერ სააკაშვილს ჩვენ არ მიეცით, თქვენ მიეცით ქალბატონო. თქვენ მიეცით ეს ვადა სააკაშვილს. სააკაშვილის მომხრე იყავით თქვენ თვითონაც. ვიცი მე თქვენი კატეგორია ადამიანების. და იმოდენა ფულებს რა ფულებზეა საუბარი დააკონკრეტეთ? შიყრიდით. რა ფულებზეა საუბარი დააკონკრეტეთ? მე ჩემი საქმე მე ვიცი კაცო. რა იცი? ცილის წამებელი ხარ და მეტი არაფერი. არაფერი არ იცი. კარგით, მოდით კორექტულები ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა. კითხვა არ დამასმევია. ეხა დაუსვით ბეჟან. რა ვინ გამცემს პასუხს? არა უშავს რიტორიკულად, როდესმე რა რიტორიკული კითხვაა, ნუ ეს კატეგორია, რომელმაც მიშა მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში. არა, ჩვენ ხო არ ვიცით კონკრეტულად ამ ქალბატონმა ვის მისცა ხმა და გადავიდეთ. მე არ ვიცი ნამდვილად. ეხლა ეს გამოკლეულია, ძირითადად ის ბირთვი იყო ოცნებაში გადასული, მცირე გამონაკლისების გარდა. პროცენტსაც კითხვით. 92% მეოცნებების იყო ყოფილი ნაციონალი და თავგადაკლული დამცველი მიხეილ სააკაშვილის. თუმცა მე პირადად ამას ვიტყოდი, რომ ქალბატონის ადგილას ესე
არ გაბრაზდებოდი, ესე მწვავეთ არ აღვიქვამდი იმას, რომ ლეიბორისტული პარტია არის ოპოზიციურად განწყობილი ახალი ხელისუფლების მიმართ. Პირიქით, მე მგონი ეს ძალიან კარგი არის, როდესაც ქვეყანაში არის ოპოზიციური ძალები და პირიქით, მე სწორედ ამიტომ მინდა, რომ ლეიბორისტული პარტია გააქტიურდეს, გამოცოცხლდეს და რაღაც ოპონირება, რეალური ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. ეს ძალიან საჭირო და ჯანსაღი პროცესია. არ შეიძლება ესე მიუშვათ ხელისუფლება, რაც არ უნდა კეთილგანწყობილი ვიყოთ მის მიმართ და რაც არ უნდა დადებითად ვიყოთ განწყობილი და სწორედ ამიტომაც არის კარგი ყოველთვის, რომ არსებობდეს ოპოზიციური პარტიები. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს პარტიები და რაც უფრო ძლიერია ეს პარტიები, მით უფრო მეტი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას აიძულონ გააკეთონ თავიანთი დანაპირები. ასე მწვავედ ნუ აღიქვამთ. რა ვიცი, პირიქით, მე სწორედ ამიტომ მაქვს სიმპათიები დაუშვათ სხვადასხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მიმართ და მე ვთვლი რომ ეს ძალიან კარგია რომ ისინი არსებობენ და აუცილებლად უნდა იარსებონ მათ ჩვენ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ზარები გვაქვს ბატონო ბეჟან, მოდით მივიღოთ ზარი, რა ვიცი, რომელიც გინდათ, აი ტელეფონით მივიღოთ და სკაიპითაც გველოდებიან. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. მოგესალმებით, ხოლოს რაიდან მოქალაქე რობერტ ყუთიშვილი, მივესალმებით ჩვენს გულმარს. ძალიან სასიამოვნოა ბატონო რობერტ. იყო არჩევნები ბატონო და სხვებთან ერთად ლეიბორისტული პარტია არჩევიდა პარლამენტში. ყველა ლეიბორისტული პარტიები და ყველა საზღერებია არ შესულა პარლამენტში, ეს იყო უდიდესი შესწორება. რაც ცოტა მოგვიანებით ბატონმა ნათელაშვილმა აღიარა. ახლა რაც შეეხება რეალობა შეხვედრა თვალებში. ბატონი ბიზინა რო არ გამოჩენილიყო. პარლა იმას არჩენებს უნდა ფულის თაღად 3 მილიონამდე კაცმა შეცერა საქართველოს თავისი ფული. დავუშვათ გადასაღრები არავის არ აქვს. აი ესეთი პიროვნება რო არ გამოჩენილიყო. დანარჩენი თუნდაც კოალიციაში შესული პარტიები თუნდაც გარედარჩენი პარტიები დედი დამთავრებული იყო სააკაშვილი და მისი გუნდი იქნებოდა იმდენხანს რამდენხანს მათ მოესწრებოდა. ამიტომ არჩევნების წინ ბატონი ნათელაშვილის გამოსვლა ეს ოლიგარქი ეს ყველაფერი ძალიან ცუდი რამ გაკეთდა. მეორე მხარეს კიდე ბატონო ნათელაშვილმა რო თქვა ჩვენ შეწყიდო მეგობრებს დაუჯერებდო რაღაცა აი ზუსტად ნათელაშვილი და სხვა პარტიების როგორ შეიძლება ის ომის აგვეცდინა მაგრამ სააკაშვილს არ უნდა თუნდაც 5 თუნდაც 10 კაცი ძალიან გთხოვთ ცოტა მოკლედ ჩვენ ძალიან ცოტა დროღა დაგვრჩა ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის მოდით სკაიპითაც ყავს მსმენელი და მაყურებელი მოусმინოთ ბატონო ბეჟან და შემდეგ გავაგრძელოთ უკვე თორე ჩვენ რაღაცა 10 წუთიღა დაგვრჩა გამარჯობათ გამარჯობათ მოგესალმებით რა მაინტერესებს აი ეს ქალი რეკავს უკვე მე რამდენჯერ უკვე აი უკაცრავად ალერგია მაქვს ამ ქალის ხმაზე რაღაც ამ ბოლო 1 თვეა დაიწყო ინტენსიური რეკვა ნუ რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ დაარეკოს ბატონო თქვენ რატო აკონტროლებთ ხვიზა იმიტომ რომ ძალიან გამაღიზიანებლად საუბრობს რა აი მოისმინეთ მაგის ეხლა რაც შეეხება ნათელაშვილს იმდენი შეცდომა აქვს ამ წლების მანძილზე დაშვებული რომ რა ვიცი აქედან ნუ რო დავიწყო მაგის მოყოლა აზრი არ აქვს ეს რაც შეეხება ნათელაშვილს და რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს იმასაც კი ვერ ხვდება ჩვენი გამოსულელებული ხალხი რომ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ისევ წითელ ინტელიგენციას, ბუბა კიკაბიძეებს და ვიღაც აემ დაგვარ ვიღაცებს და აი რაშია კაცფული დახარჯული. გამაგებინეთ რომ ბუბა კიკაბიძეს აი თქვენ ხართ საოცარი ზარი. იმ ქალის ზარია, ქალბატონის ზარი არ მოგწონდა და თქვენ გადაგვიარეთ სულ ყველას ხაზი გადავუსვით ხო? არა, ნუ ესეა და ეხლა ison ნათელაშვილს ძალიან ბევრი შეცდომა აქვს. მაშინ მოდით და აგირჩევთ თქვენ. არა, მე კარგი ის სუდია, ჩვენ ხალხი სუდია, ყველას გადაგვიარეთ. რო ხო გესმით, არა? თქვენ პირადად მხედრიონიდან დაწყებული და ნუ აღარ მინდა ეხლა ეს. აჰა, ეხლა ჩემზეც მოყვეთ. არა, შენზე არ არის, მაგრამ გააქვს და ეხლა რა სიზავე. რა მაქვს რა? რა და ძალიან ბევრი შეცდომა შენს პირადად. შეცდომა მექნება რასაკვირველია. რა თქმა უნდა შეცდომა მაქვს, მაგრამ ისეთი შეცდომები არ მაქვს, რასაც თქვენნაირები მაბრალებს. გასაგებია რომ ხალხი არ დაგიხრეტია ალბათ რა. რასაკვირველია არ დოდო გუგეშაშვილისავით. არც დოდო გუგეშაშვილს დაუხრეტია.
თქვენ ავრცელებთ ხოლმე ძალიან ხშირად არასწორ აი იმიტომ არის არ შეიძლება თქვენ ხართ ძალიან გაბოროტებული ხართ მე ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე მაგრამ არ შეიძლება ესე რა საკუთარი თავის გარდა ისწუდია და ვის რა დააბრალეთ ეხა და ვის რა ტალახი ესროლეთ რა ვიცი არ მინდა ვთქვა რომ მეწოდება ესეთი დაბუღმილი ადამიანები მაგრამ რა ვიცი, აბა იქნება რაღაცნაირად ვინმე მაინც მოგეწონოთ. მე არ ვარ ცუდად განწყობილი თქვენს მიმართ, მაგრამ რა ვიცი, აბა თქვენ თუ გონიათ რომ ძალიან მაგარი რამე თქვით, მაგრაცდები. უპასუხოთ თუ კიდევ ერთი ზარი, რას უპასუხოთ ბეჟა? არა, ის წინაზარი იყო ის. რა აზრია გამოთ პასუხს. კიდევ ერთი ზარი მივიღოთ, დიახ, Skype-ით არის ეს ზარიც. გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო ბეჟან, როგორ ძანდებით? თალბატონო თქვენს გამარჯობათ. დიდი ხანია ვითხოვდი მე პირადად ნათელაშვილის მოწვევას და პირდაპირ ეთერში და როგორ რა ხდება ბათუმშიც ფილიალი ოფისი რაღაც დაიხურა მგონი რა პრობლემა აქვს. ამ ხალხს ამბეული რამე კუთვნის, მაგის მართლაც ლაპარაკობ. ქართველი არის უყვარული ადამიანია, მაგის გამყავს ვერ ხტოებიან, ვერ გზნობენ. და ამას ძალიან მალე მიწება თქვენიერი. ბათუმელი ბრძანდებით? დიახ. გაიხარეთ. დიდი მადლობა ზარისთვის. ბატონო ბეჟან, აი Facebook-ზეც არის რამდენიმე გამოხმაურება. ბატონი გიორგი ჩიტაური წერს, ქალბატონო მაკა სოლიდარობას უცხადებ ბატონ ბეჟან ნათელაშვილს და ვუერთდები მის მოთხოვნასო. ქალბატონი ნანა გოშუაკ წერს, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, უცხოეთიდან წერს ქალბატონი ნანა, წარმატებებს უსურვებ ლეიბორისტებსო. გაფასებ და გვიყვარხარ. დიდი მადლობა. და კიდევ ერთი ზარია, მოკლედ ბათუმზე უნდა უპასუხოთ. კი, ყველას უპასუხებთ, ჩვენ გვაქვს ამის დრო, ზარი გვაქვს ხო კიდევ ერთი. აღარ მინდა რომ ვალოდინო ჩვენი მსმენელები და მაყურებლები და ჩვენი ძირითადი სათქმელი მე უკვე ბოლოს ვთქვა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით? გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით ორივეს. ქალბატონო მაკა. გაიხარეთ ჩვენც მოგესალმებით. მე ძალიან დიდი სიმპათიით ვარ თქვენს მიმართ საერთოდ განწყობილი მე იშვიათად ახლა რომ გითხრათ ხშირად არ უსმენ ობიექტებს მაგრამ როცა უსმენ არა მარტო ობიექტებს იცით როგორი ისმჩება აზრი რომ აი თქვენ თქმის არ იყოს იმიტომ კი არა რომ შავა ნათელაშვილს ეხება ან ბიძინა ივანიშვილს აი რაღაცნაირად მეც ქართველი ვარ და მეც მეკუთვნის იგივე რა თქმა უნდა მაგრამ ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი აი ესეთი აი პირდაპირ სიტყვენ მართალი ხარ მტყუანი ხარ ამ პოლიტიკურ ამბავში შევარდნები გამოვარდნები როდის მორჩება ეს და აი საქმე კონსტრუქცია ერთმანეთს შორის ხალხის რაღაც ხმის გაგონება აზრების მოსმენა რასაც პირდებოდნენ მე აი გეუნებით სრული შოკი მაქვს რასაც დღეს უყურებ აი სამწუხაროდ ძალიან გული მწყდება აი ეს ალბათ დიდი უკულტურობის ბრალია დიდ ბოდიშს ვხდი ყოველას ჩემი თამადობით მინდა ეს თქვა სხვა შეურაცხყოფას არ ვაყერებ მაგრამ ეს როდენდა შეიძლება ეს გარჩევა საქმის თუ პარლამენტში თუ ქუჩაში თუ ტრანსპორტში ეს არასოდეს ამორჩება მგონია რა დღეში ვარდებით სულ მუდამ რა დავაშავეთ ასეთი დიდი მადლობა და ბოდიში ჩემი ძალიან სუბიექტური აზრისთვის ძალიან დიდი მადლობა რადგან სწორედ თქვენ გახმოვანეთ ის აზრი რასაც ნამდვილად ვფიქრობთ. კიდევ ერთი ზარი გვაქვს, კიდევ ზარი გვაქვს, გვანიშნებენ. ძალიან გთხოვთ, მოკლედ ბრძანეთ, რადგან ჩვენ 3 წუთი ხა დაგვრჩა და ბატონმა ბეჟანმა მინდა თქვას კიდევ რამე. გისმენთ პირდაპირ ეთერში. ბატონო, მოგესალმებით. ლეიბორისტებს რაც გაჭირა ლეიბორისტებს დიდი აქვს მიღებული საკუთრებაში მოყვანაში. როგორ არ ვერ დავიგე. სამწუხაროდ ძალიან ცუდად ისმის. ლეიბორისტები საკაშულს და პერესაკრებულოს თავმჯდომარეობა დაუწნეს. ან ამაზე ხო ვისაუბრეთ ამ ცუდას ბატონო. ამ ცუდას ცლად ვისაუბრეთ ამ თემაზე. კარგი, ძალიან ცუდად ისმოდა მე ბოდიშს ვიხდი. ბატონო ბეჟან, მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ. არა, ამას გავცემ პასუხს ძალიან მოკლედ რა. ის ვინც კიდე გაიმეორებს საქართველოში, რომ ჩვენ რაიმე წვლილი გვაქვს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში და გაპრეზიდენტებაში, მე მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ მეხსიერებას მოუხმონ. არსებობს პრეპარატები, რომელიც დაქვეითებულ მეხსიერებას აბრუნებს და გაიხსენონ სააკაშვილის რევოლუციის პერიოდში როგორ ედექი თქვენ გვერდით და როგორ გლანძღავდით სააკაშვილის მხარდაჭერის გამო. ანუ როდესაც ჩვენ არ გავოდით და არ ვიკადრეთ ერის ღალატი, როგორც ეს გააკეთა
უდიდესმა ნაწილმა ერის მაშინ. და სააკაშვილის გვერდში დგომა ყოველთვის იყო ერის ღალატი და ეხლა იმის ღავღავი რომ ჩვენ შეგვაცდინეს, მოგვატყუეს, ნუ მოტყუდები და არ შეგაცდენენ და არ მოგატყუებენ. ბატონო ბეჟან, თუმცა რა ვიცი, ადამიანები ხმას აძლევენ ყოველთვის რამე ცვლილებას და რაღაც სიახლეს და მე პირადად ვერ გავამტყუნებ ვერასდროს ვერავის, რატო უჭერდა ვინმეს მხარს. აი რა ვქნა, მე ესეთი ნუ ეხლა მე აქეთ შენ გაბრალებენ ადამიანს. თავის დანაშაულს შენ გაბრალებენ. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ძირითად თემას. კანალიზაციის დირექტორის პოსტია, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, მე ეს არაერთხელ მithქვამს. რომელ ქვეყანაში და სად გამხდარა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პრეზიდენტი ან სახელმწიფო მეთაური? დამისახელოს ვინმე ერთი ქვეყანა. რა უბედურობა, რა ჩახოვა იცით ეს? კარგით, ბატონო ბეჟან, რას აპირებთ ახლა? თქვენ რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი არ დამთავრებულა თქვენი გამოსახლების საკითხი. არა, ეს დამთავრება კი არა, ეხლა დაიწყო, იმიტომ რომ ეხლა ჩავერიე მე. დიახ. და არ ტრაბახო და არ ვაკიბო. და ანუ დღეს გუშინ არ მოვიდნენ და გუშინ არ მოვიდნენ, ველოდებოდი დღესაც და არ მოვიდნენ, არ ვიცი ახლა ამ მომენტში თუ მოვიდნენ და ანუ შესაძლებელია რომ დღეს ახლა მიბრძანდეთ სახში და თქვენ დახვდეთ ეს სიტუაცია. შესაძლებელია და მე მიყვები ამ საქმეს ბოლომდე. მე წეგან შემთხვევით არ მithქვამს და ვიმეორებ კიდევ ერთხელ. ვაძლევ ერთი კვირის ვადას ყველას ვისაც ეს ეხება, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დაწყებული შინაგან საქმეთა მინისტრიდან, დაწყებული ყველა იმ ადამიანიდან, ვინც გარეულია ამ საქმეში, იმ თაღლითებიდან, ვინც აღნიშნული უსინდისობა გააკეთა და ვიღაცების შეცდომაში შეუყვანა მოატყუა და აი ეს როცა ტყუდები, მე არ ვამართლებ არც იმ ვიღაცებს. იმიტომ რომ არ უნდა მოტყუდე ელემენტარულად. ტყუდებიან დებილები პირდაპირ ვამბობ. არ უნდა მოტყუდე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. და მე მინდა დავამთავრო ასე. ვაძლევ ერთი კვირის ვადას. თუ ამ ერთი კვირის ვადაში არ მოაწესრიგეს კონკრეტული და კონკრეტულს მე პირადად გავუგზავნით ჩემს მოთხოვნებს, მანამდე მაშინ მე იძულებული ვარ, რაც გავაკეთო ის, რაც წეგან თქვი. მივმართავ ყველა საელჩოს თხოვნით, ჩემი ოჯახისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით თაობაზე, ხოლო მე ამათ ყველას დაუნდობლად გამოუცხადებ ბრძოლას. დაუნდობლად და ეჭვი არ შეეპაროთ, რომ მე ვიქნები საბოლოოდ გამარჯვებული. არ მინდა უბრალოდ კიდევ საქართველო მიზარალოს იმით, როგორი ხელისუფლება ყავს, როგორი დევნა გრძელდება, როგორი უბედურება გრძელდება ამ ქვეყანაში. მე ამის გაკეთება ნამდვილად არ მინდა და სწორედ ამიტომ ვაძლევ ერთი კვირის ვადას ყველას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბეჟან, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და შევახსენებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს იქნებ ეს საქმე, რადგან მისი სახელი ფიგურირებს რატომღაც ბატონი ბეჟან ნათელაშვილის ოჯახის გამოსახლების საქმეში და რა ვიცი მე მის ადგილას დავინტერესდებოდი. ძალიან დიდი მადლობა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთი სახე ბატონი ბეჟან ნათელაშვილი იყო, ჩემი გადაცემის სტუმარი. ეს არის მედია კავშირი ობიექტივი, გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში. მე გახლავართ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, გმადლობთ. ნახვამდის.